ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ღვიძარება ღვთის სიყვარულია. მამა პორფირი გვარიგებდა, ფიზიკური დაღლა არჩიეთ, მას დაეშურეთ, როგორც სხეული, ასევე სულიც უნდა გაწვრთნათ. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ცხოვრებაში ჩვენი სურვილები შეგვიძლია განვახორციელოთ. ვინც ქრისტესთვის დიდ ღვაწლს იტვირთავს და ამას ღვთის სიყვარული შეაძლებინებს, იგი დიდ მადლს მოიხვეჭს. როდესაც ვამბობთ ღვაწლს, ამაში სხვა ყველაფერთან ერთად ღამის ლოცვასაც გულისხმობთ. დიდი სარგებელი მოაქვს შუაღამით ლოცვაზე ადგომას. ღამით ლოცვა ყველაზე უკეთესია. ისაია წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს, ჩემი სამშვენველი გნატრობდა შენ ღამღამობით. დავით წინასწარმეტყველიც ასევე აღნიშნავს, უძილ ვიქმენ და ვიყავით არცა სირი მხოლო ის სართულსა ზედა. ხოლო სხვაგან ამბობს, განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა, განთიად წარსდგე შენ და გეჩვენო შენ. და კიდევ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენ და მე აღვივსთობ, სწურიან შენ და მე სულსა ჩემსა. რა მშვენივრად ამბობს დავით მეფე ამის შესახებ. იგი ამაზე კი არ საუბრობს მხოლოდ, არამედ ამით ცხოვრობს, უხარია, რადგან მასთან ღვთის მადლია, სული წმინდაა. მთაწმინდაზე ბევრი დღე და ღამ ლოცულობს. ხდება ხოლმე, რომ ზოგი ღამიდან გათენებამდე ლოცულობს და დროის გასვლას ვერ ამჩნევს. ღვთის სიყვარულში დრო სხვა სიჩქარით მიდის. რა ხდება მთაწმინდაზე ღამით? კეთილსუნელება, საკმეველი, ანგელოზები, ლოცვები. ანგელოზებს წმინდათა ლოცვები ღმერთთან აქვთ. მთაწმინდაზე საათის გარეშე ვიღვიძებდით, საჭირო დროს უმალ ვდგებოდით. გვიანაც რომ დავწოლილიყავით, გაღვიძებისთანავე ვდგებოდით. ძილის გაგრძელება დიდი ბოროტებაა. ღამით თუ იღვიძებდი, სიჩუმეში ილოცებდი. ეს ღვთისგან ბოძებული საშუალება იყო. ვინც ლოცვაში ათენებს, მეორე დღეს უკეთ მუშაობს, რადგან ღვთისგან მადლს იღებს და სულით ახლდება. და პირიქით, ვინც ქრისტეს სიყვარულს არ სწირავს, თავად განაყენებს მადლისგან თავს. როდესაც ღმერთის სიმდაბლეს გვანიჭებს, მაშინ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს გრძნობთ, მაშინ აშკარად ღმერთით ვცხოვრობთ. მაგრამ როდესაც სიმდაბლე არ გვაქვს, მაშინ ვერაფერს ვხედავთ. ხოლო თუ წმინდა სიმდაბლის ღირსი ვხდებით, ყოველივეს ვხედავთ და ყოველივე გვიხარია. მაშინ ღმერთის მიერ ვცხოვრობთ და ჩვენში სამოთხეა, რომელსაც თავად ქრისტე წარმოადგენს. რაღაც უნდა გიამბოთ, არ ვიცი ამოგიკითხავთ თუ არა ეს პატერიკებში. ამ გადმოცემაში მითითებულია ღვთის განგების და უხუცესის ლოცვის ძალა. ერთმა უხუცესმა თავისი მორჩილი პაისი კალივიდან შორს გაგზავნა სამუშაოდ. მორჩილმა საათობით იარა, გვიანი იყო, მზე იკბინებოდა. მან დიდი კლდე დაინახა, რომლის ქვეშაც ჩრდილი იყო. მივიდა კლდის ჩრდილში, წამოწვა მოსასვენებლად და ჩაეძინა. ძილში ან იქნებ არც ეძინა, არამედ თვლემდა. თავისი უხუცესი იხილა, რომელმაც უთხრა, პაისი, პაისი, ადექი და წადი აქედან. მორჩილმა უხუცესის ხმამაღალი ძახილი რომ გაიგონა, ადგა და იქაურობას გაეცალა. ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომ დაიგრუხუნა და დაინახა როგორ ჩამოინგრა მთა. რომ არა უხუცესის ხილვა, მთის ნანგრევები მას ისე გასრეს და ძვალიც არ გადაურჩებოდა. უხუცესი მორჩილისგან ძალიან შორს იყო, მაგრამ ის სულიერ შვილს ხედავდა. აი ღვთის განგება და ღვთის სიტყვები. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს, სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდან, ენათა ახალთა იტყოდიან, გველთა შეიპყრობდნენ, დაღათუ სასიკვდინე რაიმე სვან, არა რაი ავნოს მათ. ხოლო ჩვენ ვიფიქრებთ და ვიტყვით, ღმერთო ჩემო, შენ ყოველგან ხარ და ყოველსავე ხედავ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველ ჩემ ნაბიჯს სიყვარულით ადევნებ თვალს.
ამისთვის დავით მეფსალმუნესთან ერთად უნდა გავიმეოროთ. ვიდრე მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან, ვიდრე მე ვილტოდი. აღ თუ ხდე ცად, შენ მუნ ხარ, შთა თუ ხდე ჯოჯოხეთად, ახლოს ვეხარ. მონაზნის ლოცვა სასწაულთმოქმედია. როდესაც მონასტერში შედიხართ, ღვთის სიყვარულს გახსნილი გულით შეეგებეთ. იქ ყველაფერი ნაკურთხია, მრავალი სული ლოცულობს, მოღვაწეობს, საღვთო ცხოვრებით ცხოვრობს. ნაკურთხის სულები, აი რაშია მონასტრის დიდებულება. სულს უდიდესი ძალები გააჩნია, რომლებიც გარემომცველ სამყაროზეც აისახება. ასევე ნაკურთხი ადგილებიც მოქმედებენ ჩვენზე და აღგვამაღლებენ. როდესაც ასეთ ადგილებში ვიმყოფები, უწინარეს ლოცვის დაწყებისა, ნაკურთხი ადგილი უმალ ზეცამდე აღმამაღლებს, როგორც მაგალითად პატმოსი, მთაწმინდა და სხვა ადგილები. მონაზონი არა ამქვეყნიური, ნაკლებ გულგახსნილი ჩანს. ის თითქოს მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავს. თითქოს ეკლესიას და ქვეყანას არაფერს რგებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია მრავალი წლის მანძილზე თავისი არსებობით და უვნებელობით მონაზნობას უმადლის. ადამიანი, რომელიც მონასტერში შედის და ყოველივეს ქრისტეს სწირავს, ამას ეკლესიას აძლევს. ზოგმა შეიძლება იკითხოს, განა შეეწევიან. დიახ, გამოქვაბულში მცხოვრებნი ეკლესიას საიდუმლოდ შეეწევიან. გამოქვაბულში მცხოვრები შესაძლოა, რომ ხეებს და ბაღებს არ გავდეს, წიგნებს არ წერდეს და კიდევ სხვა რამეს არ აკეთებდეს, რაც ცხოვრებას და წარმატებას შეეწეოდა, მაგრამ ის იქ ქმნის ვითარდება და განიღმრთობა. მოღვაწეები გამოქვაბულში ცხოვრობენ, რათა ისინი სულიერ ცხოვრებას არავინ მოწყვიტოს. ისინი ეკლესიას შეეწევიან თავიანთი თბილი და წმინდა ცხოვრებით, ხოლო უმთავრესად ეკლესიას ლოცვით შეეწევიან. რაღაცას გეტყვით, შეიძლება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შვილებო, მინდა რომ დამიჯეროთ. სიტყვა ეხება მონაზნის შესაწირს, რომელიც ლოცვაში მდგომარეობს. ყურადღებით მომისმინეთ. დავუშვათ, რომ 7 ღვთისმეტყველი გვყავს, ქადაგებელი მღვდლები, რომლებიც წმინდა ცხოვრებას ეწევიან და უბადლო მჭერმეტყველები არიან. ყოველ მათგანს თავისი სამრევლო ჰყავს და თითოეულში 10,000 მრევლია. ყოველ დღე ამ ქადაგებელი მღვდლების სიტყვას 7,000 ადამიანი ისმენს. მათი მსმენელი ათასობით ადამიანი მობიერდება, სინანულს ეძლევა, ქრისტესადმი მოექცევა, მთელი ოჯახებით გამოიხსნებიან. მაგრამ ერთი მონაზონი, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს, რომელიც სადღაც გამოქვაბულში ზის, თავისი დაბალი ლოცვით გაცილებით მეტ გავლენას ახდენს. ერთ იმ 7-თან შედარებით გაცილებით მეტი ნაყოფი აქვს. აი ასეა, მე ასე მიმაჩნია და ამაში დარწმუნებული ვარ. აი ასეთი მნიშვნელოვანია მონაზნის ლოცვა. იგი თავის ენაგში მარტო ზის, მაგრამ მისი ლოცვის ტალღები ყველა ადამიანამდე აღწევს, შორსაც რომ იყვნენ. მონაზონი ლოცვით ყველა ადამიანურ პრობლემაში მონაწილეობს და სასწაულებს ახდენს. მაშასადამე მისი წვლილი მეტია, ვიდრე ყველაზე უფრო ღირსეული მქადაგებელი მღვდლისა. გწამდეს, რომ სასწაულები დღესაც აღესრულება. იმ ხანად პოლიკლინიკაში ვმუშაობდი. ერთხელ ერთი მონაზონი მოვიდა ჩემთან და ხელზე გამოზრდილი კაკლისოდენა წარმონაქმნი მიჩვენა. ზემოთ წამოდი პროფესორთან, ვუთხარი მაშინვე. მე პროფესორთან არ მოვსულ ვარ, თქვენთან მოვედი, მიპასუხა მან. შუბლზე პირჯვარი გადავსახე, ხელებზეც და მონასტერში გავუშვი, მალევე გამოჯანმრთელდა. სხვა მონაზონიც მოვიდა ჩემთან და აღსარებას რომ მეუბნებოდა, სულიერი თვალით დავინახე, რომ მკერდის კიბო ჰქონდა. ჯანმრთელად ხართ, ხომ არაფერი გაწუხებთ, ვკითხე მას. დიახ, ჩემო მამაო, მაგრამ რცხვენია ამის თქმა. ადი ახლავე ზემოთ, ჩემი სახელით მიდი ექიმთან,
გაგსინჯავს და მერე მოდი ჩემთან და მითხარი. მონაზონი მობრუნდა და მას მართლაც კიბო აღმოაჩნდა. გამოკვლევაზე გაუშვეს და 3 დღეში ოპერაცია დაუნიშნეს. ჰოდა რომ მობრუნდა, ჩვენ მუხლი მოვიყარეთ. ილოცე ჩუმად ვუთხარი მას. მეც ჩუმად ვლოცულობდი. შემდეგ პირჯვარი გადავწერე და გავუშვი ექიმების მითითების აღსასრულებლად. 3 დღის შემდეგ რომ მოვიდა საოპერაციოდ, ჯანმრთელი აღმოჩნდა, არც სიმსივნე ჰქონდა და არც არაფერი. ექიმი გაუგნებელი ჩამოვიდა ტაძარში და მომძებნა. ჰოი მამაო, რა გაუკეთე იმ ქალს რომ გამოჯანმრთელდა? ხელით რომ არ შევხებოდი სიმსივნეს და საკუთარი თვალით რომ არ მენახა 3 დღის წინ, ამას არ დავიჯერებდი. ღვთის მადლი ადამიანთა რწმენით მოქმედებს. ირწმუნე რომ სასწაულები დღესაც აღესრულება, რადგან იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე. ლოცვისას მნიშვნელოვანია გულმოდგინება და არადროის ხანგრძლივობა. თუნდაც 5 წუთი ილოცეთ, მაგრამ ღვთისადმი ლოცვა ერთგულებით, სიყვარულით და წადილით აღავლინეთ. ერთმა შეიძლება მთელი ღამე ილოცოს, ხოლო მეორემ 5 წუთი და შეიძლება 5-წუთიანი ლოცვა უფრო აღმატებული იყოს. დიახ, ასეა, მაგრამ ეს საიდუმლოა. მისმინე შვილო, ერთ მაგალითს მოვიყვან. უდაბნოში ერთი ბერი მიდიოდა და მეორე ბერს შეხვდა. ერთმანეთს მიესალმნენ და პირველმა ჰკითხა, საიდან მოდიხარ? იქითა სოფლიდან. როგორ ხართ? საშინელი გვალვაა ჩვენთან, უბედურებაა. და თქვენ რა შვებით, ლოცულობთ? დიახ. გაწვიმდა? არა. ალბათ გულმოდგინეთ არ ილოცეთ. მოდი ახლა აქ ვილოცოთ უფლის მიმართ, რათა შეგვეწიოს. ილოცეს და მაშინვე გამოჩნდა პატარა ღრუბელი, რომელიც თანდათან გაიზარდა, გაშავდა, ქვემოთ დაეშვა და ძლიერ გაწვიმდა. და რა მოხდა ამ შემთხვევაში? ლოცვა გულმოდგინებით აღავლინეს. დიახ, მოკლედ ილოცეს და გაწვიმდა. ხედავთ, გულითად ლოცვაშია აზრი. როგორც წმინდა მაკარი ამბობს, ლოცვა ღვაწლითა და გულმოდგინებით, ძალისხმევით აღესრულება. წმინდა მაკარი გულმოდგინეთ ლოცულობდა, ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა. იგი სულით და ხორცით ეძლეოდა ღვთისმსახურებას. ერთმა ადამიანმა მითხრა, გვინდა რომ ჩვენზე ილოცოო. გულით ვილოცებ უფლის მიმართ, დაბლად და გონიერად, მივუგე მე. რას ნიშნავს გონიერად? ანუ ცნობიერად ლოცვას, გონება მოკრებით, გულისხმის ყოფით ლოცვას. ერთხელ მოედანზე ხალხი შეიკრიბა და დავით წინასწარმეტყველს თხოვა რომ ესაუბრა მათთან, რადგან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და მთელი ხალხი ყვიროდა. მაშინ გამოვიდა წინასწარმეტყველი დავითი და თქვა, უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით. რამე თუ მეუფე არს ყოვლისა ქვეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. იგი კმაყოფილი დარჩა და მითხრა, წმინდა წერილში რა ადგილასაა ეს რომ მოვძებნო, რომელი ფსალმუნია ეს? გონი ეს ფსალმუნი ასე იწყება, ყოველთა წარმართთა აღიხვენით ხელნი თქვენი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.